უმძიმესი ტრაგედია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 5 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე მსხვერპლა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ერთ-ერთ ოჯახში გაჩენილ ხანძარს შემთხვევა დღეს დილით მოხდა ჭოლარიების ოჯახში ბავშვების ბებიას ღუმელის ანთებისას ბენზინი ნავთში აერია რის შედეგადაც სახლში ხანძარი გაჩნდა ბავშვები რომელთაგან ყველაზე უფროსი 7 წლისაა უმცროსი კი რამდენიმე თვის ჩვილია ადგილზე დაიღუპნენ დაშავებული ქალი გალის საავადმყოფოშია გადაყვანილი. От одного маленькая афера. Прям клубы дыма лютые. Хутиве бавшуда. Да. Ამ თემაზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობს ჩვენი ჟურნალისტი ემა გოგოხია, რომელიც ცდილობს მომხდართან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალის გარკვევას და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება ემა, რა ინფორმაციის მოპოვება შეძელი დამატებით გალის რაიონში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შესახებ. ტრაგედია, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მოხდა, დღეს მთელი საქართველოს შეეძრა. დღეს დილით ოკუპირებულ საბერიოში სახლში ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. უფროსი არის 8 წლის, ხოლო ყველაზე პატარა არის 1 წლის. ბებიამ გადაწყვიტა დილით ბავშვების გათბობის მიზნით ღუმელში ცეცხლი დაინთო, მას საწვავი აერია და ნავთის ნაცვლად ბენზინი შეასხა როდესაც ანუ ჭურჭელს რომელშიც ბენზინი ესხა ცეცხლი აეკიდა ძლიერი აალების გამო ბებია წნევამ წააქცია და ხელიდან გაუვარდა ჭურჭელი რომელშიც ბენზინი ესხა სწორედ ეს გახდა ოთახში ძლიერი ცეცხლის გავრცელების მიზეზი ხოლო თვითონ თავი შეუძლოდ იგრძნო ანუ ამ ფაქტის გამო შოკში იყო და დროულად ვერ მოახერხა გარეთ გასვლა, რომ მეზობლებისთვის შველა ეთხოვა, ხოლო როდესაც მეზობლებმა შენიშნეს სახლში ცეცხლი უკვე სახლს მოდებული იყო მთლიანად ცეცხლის ალში იყო სახლი გახვეული და მძინარე ბავშვების გამოყვანა მეზობლებმა ვერ მოახერხეს. 5-ვე მცირეწლოვანი ცხედარი სოხუმში ექსპერტიზაზე იყო დღეს გადასვენებული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელები ასევე იყო მისული აფხაზური მილიციის თანამშრომლები ამ დრომდე დაკითხვა მიმდინარეობს მეზობლების და ასევე გალში საავადმყოფოში არის გადაყვანილი ბებია რომელიც სასწაულად გადაურჩა სიკვდილს როგორც ნათესავები ამბობენ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება ამ დრომდე უცნობი არის ყველა ნათესავი რომელიც ზუგდიდში იმყოფება შეძლებს თუ არა სამძიმარზე ოკუპირებულ საბერიოში ჩასვლას რადგან მათ რუსი სამხედროები და აფხაზური მილიციის თანამშრომლები სპეციალურ საშს თხოვენ რომელიც FSB-ს მიერ უნდა იყოს დამოწმებული და ჯერჯერობით ნათესავები ვერ არკვევენ შეძლებენ თუ არა ამ საშვის მოპოვებას ამიტომ ჯერჯერობით უცნობი არის ისინი შეძლებენ თუ არა ჩასვლას გადასვლას ანუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზზე როგორც გითხარით რუსი სამხედროები მათ სპეციალური საშვის გარეშე არ გაატარებენ დაიწვა. ცეცხლი ხო არ ვიცი როგორ მოხდა ნავთი ჩაასხეს თუ ბენზინი მართლა არ ვიცი. და სახლში იყვნენ ამ დროს ასე ითქვა. ბებია იყო სახლში მარტო. დედა საავადმყოფოში იყო თურმე. ზუგდიდში იყო გადმოსული. კი, ზუგდიდში რუხში. რა გაიგეთ, რა იცით? რო დაიწვა 5 ბავშვი, მეტი არაფერი.
და სად მოხდა? საბერიოში. როგორ მოხდა რა ვითარება? რავის ბენზინიო თუ ნავთიო ჩაუცხიაო და აფეთქდა. ვინ იყო ამ? ბებია. ხუთივეა გარდაცვლილი. როგორ მოხდა აი ეს არ ვიცი ჩვენ დაგვირეკეს რომ ცეცხლი აიკიდა ბენზინსა. დაიღუპნენ ორი ხუთივე ბავშვი. მეორე კლასელია 8 წლის და შემდეგ დანარჩენი ყველაზე პატარა უმცროსი 1 წლის. ზუსტად ჩვენ მეზობლები ვარ და რაც ვიცით, ეგ ვიცით. რამდენი ხანია მიიღა შეტყობინება? 1 საათი იქნება. ხუთივე ბავშვი არის გარდაცვლილი. ხუთივე არის, რა ვიცი. ბებიას მდგომარეობა როგორ არის? არ ვიცი არაფერი. პატარები არიან ეს ბავშვები? პატარები არიან. მე არ ვიცნობ საერთოდ ამ ბავშვებს აქ არ ვიყავი და რა ვიცი. ჩვენ ბუნებრივია ვცდილობდით ამ საზარელი ტრაგედიის გარკვევას ოკუპირებულ სოფელ საბერიოში ნათესავებს დაუკავშირდით. ისინი აცხადებენ, რომ სოფელში შუქი არ იყო და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბებიამ ვერ გაარჩია ჭურჭელი, რომელშიც ბენზინი ესხა და ის ჭურჭელი, მეორე ჭურჭელი, რომელშიც ნავთი ესხა, როგორც იცით, მთლიან ჩაბნელებული არის ოკუპირებული აფხაზეთი. იქ საქართველოს ხელისუფლებამ შეუწყვიტა მათ დენის მიწოდება, ასევე რუსეთმა შეუწყვიტა და მთლიანად გალის სოფლები არის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.